ჩვენთვის როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მოღვაწე მეწარმეების ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. ამიტომ ქალმეწარმეების განვითარების პროგრამის ჩატარება ბათუმში სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მათთვის თანაბარი პირობების შექმნას გულისხმობს. ბათუმში ჩატარებული ვორქშოპების ფარგლებში ქალმეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა და პრაქტიკული კომპეტენციები იმ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც ნამდვილად გამოადგებათ ეფექტურად მართან თავიანთი ბიზნესები. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გაეროს განვითარების პროგრამას და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ჩვენი თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის. საქართველოს ბანკი აგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ქალმეწარმეებს ხელი შევუწყოთ განავითარონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს იდეები, გახდნენ კონკურენტუნარიანები და საბოლოო ჯამში შეიქმნას ეფექტური ეკონომიკური ღირებულება. დღევანდელ დღეს ბათუმში ვატარებთ ჩვენი პროგრამის მე-18 ნაკადს. ეს არის ქალმეწარმეთა განვითარების პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ 2022 წლიდან. ვახორციელებთ საქართველოს ბანკთან ერთად პარტნიორობაში და შვედეთის სამეფოს დაფინანსებით. ამ პროგრამის მონაწილეები დღევანდელი დღის მდგომარეობით უკვე 300-ზე მეტი ქალი მეწარმეა. ამ კვირაში ქონდა, როგორც გითხარით, მე-18 ნაკადი აჭარის მეწარმე ქალებისთვის. ძალიან გვიხარია, რომ 30 მეწარმე ქალი ყავდა მე-18 ნაკადში. ეს უკვე მეორე ნაკადია, რასაც ჩვენ აჭარაში, კონკრეტულად ბათუმში ვახორციელებთ და გვინდა, რომ გავაგრძელოთ მსგავსი ინიციატივები საქართველოს მასშტაბით ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად. ამით ჩვენ ვაძლიერებთ ქალმეწარმეებს მთელ საქართველოში. დღეს ფინანსური ინსტიტუტები არ მხოლოდ ფინანსურ რესურსებს უზრუნველყოფენ მეწარმეებისთვის, არამედ ძალიან დიდ ცოდნას, გამოცდილებას და შესაძლებლობებს უქმნიან. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ 3 დღის განმავლობაში ვესწრებით ძალიან მნიშვნელოვან ტრენინგ კურსებს, რომელიც არის მრავალფეროვანი, დღევანდელი დღისთვის მნიშვნელოვანი, აქტუალური. ჩვენ შევხვდით დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს და მივიღეთ კონკრეტული მხარდაჭერა და კონკრეტული ინფორმაცია და დახმარება მათგან ცოდნის გაღრმავების მიზნით. მე წარმოვადგენ აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციას 150 წარმატებულ წევრს აერთიანებს ორგანიზაცია და ფაქტობრივად მონაწილეების 90% სწორედ ასოციაციის წევრები გახლავთ. ისინი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავენ აღნიშნული შეხვედრიდან, იმიტომ რომ მათ ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე გამოწვევების შესახებ.